მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 10 საათზე მე ანუკა კინკლაძე ვარ. გუდაური კობის მონაკვეთზე ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ისევ აიგრძალა. მის მიზეზად ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა სახელდება. მლეთა გუდაურის მონაკვეთზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში ხორციელდება. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ამ ეტაპზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ფარავნის უღელტეხილზე. კოდა სოფელ ალგეთის მონაკვეთზე კი შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება. ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია ბათუმი ახალციხის გზის, პაქსაძეების ხიდისა და უტყის უბანს შორის არსებულ მონაკვეთზე. ინტენსიური თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომის საჩხერე ჭიათურა ზესტაფონის გზაზე. ანალოგიური შეზღუდვა მოქმედებს ახალსოფელი ბორითის სატრანსპორტო კვანძებთან. მთელი საქართველოს მასშტაბით ვაგრძელებთ ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს ამ დროისთვის ძლიერი ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო. საერთაშორისო მნიშვნელობის ცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის გუდაური ფოსტა კობის მონაკვეთზე დროებით იზღუდება ყველა სახის საავტომობილო მოძრაობა. სხვა საერთაშორისო მნიშვნელობის გზებზე მოძრაობა მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია, ასევე აღნიშნა, რომ 24 საათის განმავლობაში გზებზე მობილიზებულია შესაბამისი თოვლწმენდი ტექნიკა და იყრება ტექნიკური მარილი. ძლიერი თოვლისა და ლიფყინულის გამო შეზღუდვები გრჩება მისაბმელიან და ნახევრად მისაბმელიან ავტოტრანსპორტზე თბილისის ენაკილ-ესელიძის გზაზე, რიკოთის მონაკვეთზე და რამოდენიმე მაღალმთიან რეგიონში. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდეს მოსახლეობას დაემორჩილონ არსებულ შეზღუდვებს და იმოძრავონ ზამთრის საბურავებით. თბილისსა და მის შემოერთებულ ტერიტორიაზე უკვე თითქმის 24 საათი აღართოს, თუმცა რამდენიმე დღიანი გადაუღებელი ნალექის შედეგებთან გამკლავება სპეციალური სამსახურები ამ დრომდე ცდილობენ. მით უმეტეს, რომ დღეს გვიან ღამით სინოპტიკოსები -8 გრადუს ყინვას ვარაუდობენ. დედაქალაქსა და მიმდებარე დასახლებებში თოვლისგან იწმინდება ქუჩები, შესახვევები, ფეხი-ცავალი ნაწილები, ავტობუსების გაჩერებები. იმისთვის, რომ არ შეფერხდეს მოქალაქეების გადაადგილება და საგზაო სატრანსპორტო მოძრაობა. პროცესი უწყვეტ რეჟიმში უკვე მეხუთე დღეა მიმდინარეობს. ქალაქში მოსული უხვი ნალექის გამო თბილსერვის ჯგუფის სპეცტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა უწყვეტ რეჟიმში 24 საათიანი რეჟიმით განაგრძობენ მუშაობას. გაწმენდილია ქალაქის მასშტაბით ყველა ცენტრალური მაგისტრალი, ასევე ქალაქის შემოსასვლელი, ხიდები და პანდუსები. ამჟამად იწმინდება ფეხი-ცავალი ნაწილები, მიწისქვეშა გადასასვლელების კიბეები, სავალი ბილიკები, გაჩერებები. არც ერთ თბილსერვის ჯგუფის თანამშრომელი, არც სპეცტექნიკა არ გაჩერდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. ვაზიანი გომბორი თელავის დამაკავშირებელ გზაზე ყველანაირი შეზღუდვა მოხსნილი. აქამდე რამდენიმე დღის განმავლობაში უამიდობის გამო ტერიტორიაზე მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანებისთვის იყო შესაძლებელი. კახეთში ინტენსიური თოვის გამო საგანგებო რეჟიმით მუშაობდა ყველა შესაბამისი სამსახური, წმინდებოდა გზები, იყრებოდა ტექნიკური მარილი. სავარაუდოდ უკვე დღეიდან მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. მოგვარებულია ელექტროენერგიის პრობლემაც. რთული მეტეოროლოგიური პირობები ნარჩუნდება დასავლეთ საქართველოში. მაღალმთიან აჭარაში თოვლის საფარმა 1 მეტრს გადააჭარბა. ამ ეტაპზე ყველა ძირითად მიმართულებაზე გზები გაწმენდილია. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს მაღალმთიან ზონაში მხოლოდ მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით გადაადგილდნენ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები. სამთავრობო გუნდი აპრილისთვის მაღალ პროფესიონალურ დონეზე მომზადებულ დასკვნას დადებს. სასეხმიანება უმრავლესობა სურსათის ფასების შემცირების მიზნით ქვეყანაში დაწყებულ პროცესს. თემის განსახილულად გუშინ სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომა შედგა. ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული კომისია არა მხოლოდ სურსათის ფასებზე, არამედ მედიკამენტებსა და საწვავის ფასებზეც იმსჯელებს. ქართული ოცნების განმარტებით კომისია 3 თვე იმუშავებს, პარალელურ რეჟიმში მოხდება საკითხი საპარლამენტო შესწავლაც. მართლ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ისინი კონკრეტული შედეგის მიღწევას შეძლებენ. წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვით, რასაკვირველია სამთავრობო კომისია იქნება საკმაოდ კარგად მომზადებული იმისათვის, რათა საზოგადოებას წარმოუდგინოს დასკვნა, რომელთანაც
არ შეიძლება რაიმე კითხვა იყოს, ეს დასკვნა უნდა იყოს მაღალ პროფესიონალურ დონეზე მომზადებული. ამ მოკვლევის ფარგლებში ჩვენ უნდა დავადგინოთ რითია გამოწვეული ფასების ისეთი ნამატი, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, რიგ შემთხვევაში 80%-ს აღწევს ეს ნამატი და როგორ შეგვიძლია, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის გაიაფთეს პროდუქტები. ამას დაჭირდება შესაძლოა როგორც სააკანონმდებლო რეგულაციები, შესაძლოა აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე დაჭირდეს გარკვეული ჩარევა, თუმცა ასევე საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს, რამდენად შესაძლოა რაღაც კონკრეტულ გარიგებებს, კარტელურ გარიგებებს კონდეს ადგილი. ევროპარლამენტმა გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპის მუქარების ფონზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირება გაყინა. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Monde აუცილებს. რატიფიცირების გაყინვა მიღწეულ შეთანხმებას არ აუქმებს, მაგრამ აღნიშნული თეთრი სახლისადმი საკმაოდ ძლიერ გზავნილად ითვლება, რაც ევროპარლამენტის შეფასებით ამერიკულ ბიზნეს წრეებში შეშფოთებას გამოიწვევს. ტრამპი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია უსაფრთხოებისთვის სჭირდება და აცხადებს, რომ ვაშინგტონი ამ მიმართულებით ისეთ გეგმას შეიმუშავებს, რომლითაც ნატოც კმაყოფილი იქნება. ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით საუბრის დროს ტრამპმა ასევე თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში ამერიკა ნატოს დაეხმარება, თუმცა ეჭვ გამოთქვა, რომ ალიანსი ვაშინგტონის მიმართაც ანალოგიურად მოიქცევა. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი შიში ნატოსთან დაკავშირებით, განაცხადა შტატების პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ამერიკამ ნატოსთვის უზარმაზარი თანხები დახარჯა და იმედოვნებს, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ვაშინგტონის მიმართ სამართლიანი იქნება. უკრაინაში მდინარე ომთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა გაიმართა რუსულ და ამერიკულ მხარეებს შორის. სტივ უიტკოფს, ჯარედ კუშნერსა და კირილ დმიტრევს შორის მოლაპარაკება დავოში შედგა. დახურულ კარს მიღმა 2 საათიან აუდიენციას რუსული მხარე კონსტრუქციულს უწოდებს. დმიტრევის შეფასებით, რუსეთის პოზიციის სისწორეს სულ უფრო მეტი ადამიანი აღიარებს. ამავე დროს პროგრეს სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ადასტურებს უკრაინული მხარე. ამ შესახებ განცხადებები დავოში უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გააკეთა. თავად უკრაინაში კი რუსული თავდასხმების გამო სერიოზული ენერგოკრიზისია. ვოლდიმერ ზელენსკის თქმით, კიევში მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის 4000-ზე მეტი მაღალსართულიანი კორპუსი კი გათბობის გარეშეა დარჩენილი. და ეს მაშინ, როცა ქალაქში ჰაერის ტემპერატურა მიმდინარე კვირას -10 გრადუსამდეა. სამხრეთ აზერბაიჯანის კონფლიქტზე საუბრის დროს დონალდ ტრამპმა სამხრეთ კავკასიის აღნიშნულ ქვეყნებს პუტინის ტერიტორია უწოდა. თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი რუსი კოლეგა გაუცდა, როდესაც გაიგო, რომ ქვეყნებს შორის დაპირისპირება საბოლოოდ დასრულდა. ვერ ვიჯერებ, რომ მოახერხე ამ ომის მოგვარება. 10 წელი მუშაობდი მასზე, ციტირებს ტრამპი პუტინს. 47 პრეზიდენტმა სწორედ ამ დროს თქვა, რომ პუტინის გაოცება იმითაც იყო განპირობებული, რომ ეს მისი ტერიტორიაა და ომს მაინც ვერ ასრულებდა. მორგის საკინგზო ავარია ესპანეთში დაღუპულია მემანქანე და დაშავდა 40-მდე ადამიანი. შემთხვევა ბარსელონასთან ახლოს მოხდა. სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და შემაკავებელ კედელს შეეჯახა. არ არის გამორიცხული დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან დაშავებულთაგან 5-ის მდგომარეობა კრიტიკულია. ინციდენტი ძლიერი შტორმის ფონზე მოხდა. შეგახსენებთ, ესპანეთში ორშაბათს რკინიგზაზე მომხდარი კატასტროფის გამო ჯერ კიდევ გლოვის დღეებია. სამგზავრო მატარებლების შეჯახებას ქვეყნის სამხრეთში მაშინ 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სპეციალური პენიტენციური სამსახური 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ნანა სანდერის განცხადებას პასუხობს. უწყება უარყოფს ბრალდებულის მიერ მითითებულ ფაქტებს, საუბარია მის მიმართ განხორციელებულ არადამიანურ მოპყრობაზე და წერს, რომ ადგილი აქვს სამსახურის დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას. მიუხედავად ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ უწყება ბრალდებებთან დაკავშირებით იწყებს სამსახურეობრივ შემოწმებას. ბრალდებულის უფლებების დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში გამოყენებული იქნება პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიება. შედეგების შესახებ მოხდება საზოგადოების ინფორმირება, აღნიშნულია ტექსტში. მიმდინარე წლის საქართველოს ჩემპიონებსა და პრიზიორებს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში გულშემატკივარმა ამბროლაურის მერიის ორგანიზებით მშობლიურ ქალაქში საზეიმო დახვედრა მოუწყო. მათ მადლობის სიგელები გადაეცათ. ბათუმში გამართულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვლადიმერ გამყრელიძე და გიორგი ელბაქიძე საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. საბა კობახიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა, ნიკოლოზ ჩაჩხუნაშვილი და გიორგი გოგრიჭიანი კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი, უფროსებს შორის დავიკავე პირველი ადგილი.
მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩემს ოჯახს, ჩვენს ლევან ბარსონიძეს გვერდზე დგომისთვის და ვეცდებით ხშირად გაგახაროთ კიდე ევროპის ჩემპიონატია მომავალში და ვეცდებით ავიკავო პირველი ადგილი. ყავს საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული 2 ოქროს მედალოსანი, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოსი. მივესალმებით ამ ახალგაზრდებს, ისინი არიან სამაგალითოები მომავალი თაობებისთვის და აბრეშუმის მუნიციპალიტეტი მუდმივად დაუჭერთ ხართ მათ წარმატებას. დღეს ამბების ნახვა ცლად ჩვენს ვებგვერდზე რუსთავი 2.g შეგიძლიათ. კურიერი 10 საათიანი დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით.